რომლებთ და გავცვლით ინფორმაციას პერიოდულად. ქართულ ბაზარზე ავტოგაქირავების ახალი კომპანია შემოდის. Sixty გერმანული ბრენდია, რომელიც 1912 წელს დაარსდა და მსოფლიოს 105 ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობს. კომპანიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ივენთ ჰოლში გაიმართა. თემაზე ზურა ხვისტანი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ზურა, ვინ დაესწრო პრეზენტაციას დამფუძნებლების გარდა? გერმანული კომპანია Sixty-ს ქართულ პრეზენტაციას ივენთ ჰოლში უამრავი სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის არიან როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ცოტა ხნის წინ აქ მოვიდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ვერონიკა ქობალია. კომპანია Sixty საქართველოში შემოდის სულ ახლახანს და დღევანდელი ღონისძიება გახსნა მოძრაობის თეატრმა. კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 900,000 ლარს სუდრის, დასაქმებულთა რიცხვი კი წლის ბოლომდე 50-მდე გაიზრდება. გახლავთ 102 წლის ისტორიის მქონე მანქანების გაქირავების კომპანია გერმანული წარმომავლობის, რომელიც ამ 102 წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არის წარმოდგენილი და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვართ 106 ქვეყანა მსოფლიოში, რომელშიც გაიხსნა Sixty-ს წარმომადგენლობა. საქართველოს სწრაფად ვითარდება და ამიტომ დროული იყო ჩვენი კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში. ჩვენი კომპანია 105 ქვეყანაშია გასული. გარკვეული პერსპექტივები გამოჩნდა საქართველოში და გადავწყვეტეთ ამ ბაზარზე შემოსვლა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ბიზნესი წარმატებული იქნება. დღევანდელ ღონისძიებას, როგორც გითხარით, ესწრებიან დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ვერონიკა ქობალია. როგორც თბილისის მერმა გითხრა, ის მიესალმება იმას, რომ საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდი შემოდის, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ დასაქმდებიან თბილისელები. რაც შეეხება ვერონიკა ქობალიას, ის გამოგვითხდა, რომ თავადაც უსარგებლია კომპანია Sixty-ს მომსახურებით იტალიაში მოგზაურობის დროს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტურიზმის განვითარებაზე, ერთ-ერთი სეგმენტი ტურიზმის განვითარების და ქალაქის სრულფასოვანი ფუნქციონირების არის სწორედ სამანქანო გაქირავება. ამ თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე თბილისის ბაზარზე არსებობს, ასეთი მსხვილი მოთამაშის გამოჩენა ბუნებრივია ნიშნავს კონკურენციას, კონკურენცია ნიშნავს უკეთეს სერვისის შეთავაზებას. საერთოდ ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში, როდესაც დამატებითი სერვისი შემოდის, ეს არის მისასალმებელი პირველ რიგში თბილისელებისთვის და რა თქმა უნდა ჩამოსული სტუმრებისთვისაც. გარდა ამისა, დაახლოებით 60-70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ასევე დამატებითი სტიმულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ამ სფეროში, არა მარტო ევროპაში, მაგრამ მთელ მსოფლიოში. ამ კომპანიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასები და მაღალი ხარისხი, მომსახურებების ხარისხი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ტურიზმის კუთხით, რადგან ნებისმიერი ტურისტი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, აინტერესებს დაიქირავოს მანქანა და ადგილად გადაადგილდეს საქართველოს მასშტაბით, ჯერ თბილისში და შემდეგ იმედია საქართველოს მასშტაბით და ასევე ინვესტიციების კუთხით, რადგან ასეთი დიდი კომპანიის შემოსვლა საქართველოში არის მაგალითი ყველა სხვა და ახალ კომპანიისთვის შემოვიდეს საქართველოში. კომპანია Sixty საქმიანობა 1912 წელს სულ რაღაც 3 ავტომობილით დაიწყო, ახლა კი ის წარმატებით საქმიანობს მსოფლიოს 105 ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქში გააჩნია 3500-ზე მეტი სერვის ცენტრი. კომპანია Sixty თბილისის გარდა საქართველოს სხვა ტურისტულ ქალაქებშიც შემოვა. ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდის შემოსვლის შესახებ ზურა ხვისტანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი